მკვლელობა მოხდა ფონიჭალაში მოკლულია 2 ადამიანი წინასწარი ინფორმაციით დანაშაული ეგრეთ წოდებული ზოოვეტის დასახლებაში მოხდა ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამსხმელები ავტომობილით მიიმალნენ. დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მოკლევით სამუშაოებს ამ წუთებშიც ატარებენ. რატი ხვისტანი იმყოფება ფონიჭალაში, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. რატი, რა ინფორმაციის მოპოვება შეძელია ამ დროისთვის? თვითმხილველების ინფორმაციით ადამიანები, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნა უცნობმა პირმა, იმყოფებოდნენ ავტოსახელოსნოში მანქანის შესაკეთებლად, რა დროსაც ავტოსერვისთან გამოჩნდა კიდევ ერთი ავტომობილი, სავარაუდოდ ოპელის მარკის მწვანე ფერის მანქანა, საიდანაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 2 მამაკაცი, ეს იყვნენ 40 წლამდე მამაკაცები, ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმოშობის, ადგილზე გარდაიცვალნენ, ერთ-ერთ მათგანს თავში აქვს მოხვედრილი ტყვია, მეორეს კი მუცლის არეში. ხოლო თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. ასევე თავდასხმის შედეგად დაჭრილი არის კიდევ ერთი მამაკაცი, ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელი, რომელიც სავარაუდოდ იყო ავტოსახელოსნოს თანამშრომელი, ის იყო ელექტროინჟინერი. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. აქ სოფელში ყველა ერთმანეთის ნათესავები არიან. მაგრამ ცხები მოხდი არ არის. არ ვიცი გოგო მე რა მოხდა. 1 2 3 ჭე. გავიგეთ. მაღაზიაში ვიყავი მაგ დროს და მე რო გარეთ გავედით, მე ვნახეთ რომ რა ცუდად რა იყო კაცი, დაჭრილი იყო. არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის თავდასხმელები დაკავებულები ჯერ არ არიან, საქმეზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მადლობთ, ეს იყო რატი ხვისტანი და ჩართვა ფონიჭალიდან, სადაც ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა.